ხანძარი იყო ფოთში ვაჩნაძის ქუჩაზე. 4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე და მესამე სართულზე მდებარე ბინები სრულიად დაიწვა. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში სახანძრო სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოვდიოდი და სულიად შემთხვევით შევამჩნიე, რომ ორი ბინა იწვოდა, მაგრამ საბედნიეროდ დაზარალებული მსხვერპლი არ მოყვა. ხომ არ იცით რა არის ხანძრის გამომწვევი მიზეზი? არ ვიცი, რამოდენიმე ვერსია გაჟღერდა, მაგრამ ვერ ვიტყვი რა, აზრზე არ ვარ. რა ინფორმაცია და სრულად არის სახლი დამწვარი, ამის გადარჩენა? ორი ოჯახი დაიწვა. ანუ ვერაფრის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით შესასწავლია, ამ დრომდე მუშაობს სახანძრო, თუმცა ხანძარი ამ მომენტისთვის ლოკალიზებულია, მინდა მადლობა უთხრა სამაშველო სამსახურს ეფექტური მუშაობისთვის. რაც შეეხება დახმარებას, სახურავით დაზიანდა და ჩვენ გადაუდებელად შევეცდებით, რომ მოკლე დროში მაქსიმალურად შევაკეთოთ, თუმცა ხვალიდან წვიმებია გამოცხადებული და დროებით გადახურვას აუცილებლად დილიდან გავახორციელებთ. დაზარალებულია 4 ოჯახი, რომლებსაც შესაბამისი პროგრამის საშუალებით აუცილებლად ფინანსურად დავეხმარებთ. დროებით საცხოვრებელი ჩვენ გვაქვს ასევე პროგრამა და შეგვიძლია დროებითი ქირით უზრუნველყოფა დაზარალებული ოჯახების. ეხლა ვარკვევთ, ვის ჭირდება ოპერატიულად დახმარება, რომ დღეს შევძლოთ მათი განთავსება და ხვალიდან უკვე შეიძლებათ, რომ ქირით ისარგებლოთ. ქალაქის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებით დაზარალებულია 4 ოჯახი, რომელიც მერიის პროგრამის ფარგლებში დროებითი საცხოვრებლით იქნებიან უზრუნველყოფილნი.